კეცევ ვერა დავაკეცე საქართველოს საოცნებოზე გრძელი როგორც ჩვენი მარავა დავამთავრე 1965 წელს ხარაგაულის პირველი საშუალო სკოლა 11 კლასი. იმავე წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. მოვხდი და დავიწყე სწავლა მან. 70-ში დავამთავრე. 70-ში. პედაგოგები. ახლა ჩამოგიყვეთ ვინც იყო პედაგოგები. ბატონი ვასო გოძიაშვილის მეუღლე აგაბეკოვა, ჟენი აგაბეკოვა იყო ჩემი კონცერტმეისტერი. დავდიოდი ხოლმე სიმღერის გაკვეთილები რო ქონდა, დავდიოდი მაგასთან სახლში. და ვასოსთან რამდენი მისადილია, არ ვიცი რა, ამით ცხოვრობ ახლა სიმართლე გითხრათ, ბატონი. დავამთავრე ინსტიტუტი, ვიღავი განაწილებული სოხუმის თეატრში და სანამ სოხუმის თეატრში წავიდოდი, მქონდა სადიპლომო სპექტაკლი. ეს ვითამაშეთ, ამის შემდეგ გვიბარებენ მე და ჩემს მეგობარს ბატონ ავთო ყვარაცხელიას კულტურის სამინისტროში. ავდივართ კულტურის სამინისტროში, ხვდებიან, მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ მე გავიცანი. ბატონი გუგული ყიფიანი ფილარმონიის დირექტორი, ბატონი ავთანდილ გელოვანი ბაჯული, იგივე რეჟისორი, მთავარი რეჟისორი ფილარმონიის და თენგიზ ჩანტლაძე. ბატონი ია გამრეკელი გვეუბნება, რომ ისა ხომ არ დარჩებითო ბიჭებო, თბილისში დარჩენა გინდათო? მე მეუთხარი ბატონო ია, არის ჩვენ განაწილება სოხუმ. კაცო, თქვენ კი მითხარით, თბილისში დარჩენა გინდა თქვენ? უარს ვიწყო და სასწაულს კითხო უთხარი. ორივე განაცხადა. მაშინ ვაგერ არისო ბატონი თენგიზ ჩანტლაძეო, ახალ თეატრს ქმნის სადეის და იუმორის თეატრს და ჭირდება მსახიობები, ეს არის გუგული ყიფიანი ფილმის დირექტორი და ეს არის ხელფასი. ხელფასის გითხრა, პირდაპირ გითხრა. 70-ში 220 მანეთი როგორი ხელფასი იყო. 220 მანეთი ხელფასი. ამის გარდა 8 სპექტაკლის შევიდა, იყო გამომუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს ღებულობდი ძალიან დიდ თანხას რა. ეს პატარა ბიჭი, 24 წლის ბიჭი ვიყავ. დავიწყეთ მუშაობა. დავიწყეთ მუშაობა. ძალიან კარგი დრო იყო, ძალიან კარგი დრო. ფილარმონიაში, სადაც ახლა კინოთეატრი ამირანია და მანდ იყო ფილარმონია, სახელმწიფო ფილარმონია იყო მათ პლეხანოზე. კინიზეს სალის გვერდზე. და მანდ იყო კიდევ 250 კაციანი დარბაზი. რომელიც ეკუთვნოდა ფილარმონიას. და შიგნი ეზოში ბაღი იყო, რაღაცა ოცნება იყო. იყირებოდა ბილეთები, იქ რომ უცხო ხარს არ უშვებდნენ. უნდა შესულიყო, გადაეხადა, რაღაც ნახათა შესულიყო. იყო ღია საკონცერტო დარბაზი. შიგნი. საზაფხულო. აყურებელი სიცოცხლე ნუ იყო თენგიზი იყო, რაც იყო ახლა, მაგას ვერ დამალავ რა, ძალიან უნიჭიერესი პიროვნება იყო. მისი მეუღლე ქალბატონი ზაირა ცოცხალი ახლა ვეკონტაქტებით ერთმანეთს. 75 წელს წამოვედი თეატრიდან. იყო რაღაც მიზეზები, ჩემი ჯანმრთელობის მიზეზები და დავიწყე მუშაობა იმავე წელს დავიწყე მე რკინისა სახლის ერთი უფროსი რკინისა მოსავლი ახალგაზრდების სასახლე. მაშინ იყო პირთა სახლი. რკინისა სახლი მეთქონოდა მათ დირექტორის მოადგილედ. მან იყო 25 წელი უმუშავე მათ. ჩემში გამოიარა. ბავშვთა ანსამბლი ლახტი რობერტ ბორძიმაშვილის ხელმძღვანელობით. რობერტ და მე თავშეკლავი და რობერტი მუშაობთ ერთად ბავშვებთან. ძალიან ბევრი ანსამბლი გამოიარა ჩემში. ძალიან ბევრი. მე ზურალარიაშვილი მოვიწვიეთ ივერიიდან და გავაკეთეთ ანსამბლი ჩიორა. მე გავუქმდა ეს რკინისა სახლი. ამის შემდეგ ჩვენ დირექტორიანა გადავედით დიდების რაიონის მოსავლე ახალგაზრდების სასახლეში. დიუღის მასში იყო ეს მოწყობილი. ჩვენ დირექტორი იყო ვაჟა ჭიპაშვილი. აქედან იყო ბაზალეთიდან. ხო, აი ეს არის გადაღებული ჩემი სტუდენტობის
სტუდენტ ნათამაშები როლები ახლა ხო აი ამ სურათზე ახლა მართლა ეს წინვალე ხალხი ტანია ბოქვინდერი ეს იყო რაღაც საოცარი ხალი რა საოცრება იყო ეს ხალი სიყვარული და ცხოველთა მოყვარული ცხოველებს უყვარდა ძაღლები და ეს ამაში მოყვარდა ძაღლები ორი ძაღლი ყავს ახლა ერთი ძაღნავათარი ტექსტურის ეს არის ეს ცოტა დაფროებული და დაბრმავებული მაჭავარიანი ქორეოგრაფი და ჩვენი სტუდენტები ერთ ასხონა ბატონიც ვინც გარდაცვლილები არიან ჩემი ზურამალია ვეღარ ხვდები კაიხანი არ ვიცი სოცხალია დარია არ ვიცი აი ეს არის სადიპლომო სპექტაკლი აქ ვარ მე ჩემი კურსელები ბატონი ევზდარ ნიკოლაძე გალუაშვილი ცოცხალი აღარალი აცხოვნოს ღმერთმა და ზურაბ მალია აფხაზი ამ სურათში აქ ვარ ჩვენ სამი ეს არის ჯუში ვიყავით 4 ბიჭი და ერთი გოგო ქურთი ზინა ტალუევა ეს არის სპექტაკლი დიდი უნახავები შევხვდით და მიყვარს ძალიან ეს სურათი ეს ამერიკაში ახლა ეს გოგო საშა კინაძე იყო ჩვენი სასწავლო ნაწილის გამგე ხმა ქონდა ამ ხელა იყო ხმა ქონდა იმისთან მესამე ზრდე იკივნა და პირველზე ქუჩაში ისმოდა და შიში და რიდი ცხონებული ბატონი დოდო აბაშიძე მოჭხუბარი იყო ძალიან რა ძალიან მოჭხუბარი იყო და ზემელზე აფთიაგის პირდაპირ რესტორანი იყო რა ჩავიდა დოდო ქეიფობდა და ჩხუბი ატეხა იმისთანა რესტორანში და მაგის მაგლა ცხოვრობდა საშა გიგინაძე ვერ გააჩერეს მილიცია ვერ გააჩერეს და ამოვიდა მაგლა გაგზავნა ჩხუბი და გადმეიხედა საშამ და ესე ანზე ხად როგორი მკაცრი იქნებოდა აბაშიძე რასაკეთ ბოდიში ბატონო გაგიჟდე პოლიციელები გაგიჟდე ამ პატარა კაცმა ეს როგორ გააჩერა დაიშალა ის ფილარმონიის ბაღში სადაც ჩვენი შეასვლელი იყო სამომსახურეში სადაც შევდიოდი იმის წინ იდგა პატარა სკამი ეხლა გეტყვით ვინ ის და ამ სკამზე ყოველ დილით ბატონი დიდი ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი ბატონი ბაჯული გელოვანი ბატონები გუგული ყიფიანი ყოველ დილით იწყებოდა თუ ფეხბურთი იყო წინა დღეს იწყებოდა ფეხბურთის გარჩევით აქ 24-25 წლის ბიჭი ვარ ეს პატარა ბიჭები ვინცაც თეატრს ზივართ იმ აგურის ის იყო ფხნელი გამოვიდნენ პატარა სკამს აქ დავიჯაბოეთ და უსვენით ამ კორიფეებს ამ საოცარ ხალხს 90 წელი წამოვედი დიდიბის რაიონის მოსწავლე ახალგაზრდების სახლიდან წამოვედი და ერთი წელი 98 წლამდე ვიყავი უმუშავარი ავედი ფიზიკის სამმართველოში ჩემი მამიდაშვილია გზის პროექტის მოადგილე ბატონი ხომასველის და შემთავაზა პრავადი კაცახალო ჯუბერტავიდე თუ მეტი არ გენანები ჩემთვის რომ შენ შევაგირე გაწავალ თქო უსვა დარეკას სკოლაში კინიცის სკოლაში ხანოვზიანი სკოლა იყო მან და ეხლა სარგონი აღარ ვიცი ხო და დიპლომი გამოუწვეთ პროვადიკის დიპლომი გამომისვეს უსვა ჩავედი მომწეს ეს დიპლომი და გამოვიდა ეს ბატარებელზე დავისკო მუშაობა ღია პლაცკარზე მუშაობა მოდიარ ოზურგეთიდან ღამე მე ჩემს კუპეში ვარ წამოწოლიარებული მესმის სადღაც სამტრედიას გამოვსვით სადღაც რიოს გამოვსვით აკეთე ხარ მესმის საშინელი ყვირილი ვაგონიდან პრავადი გიყვის ვიღაცა ხალი წივის ერთი ამოვია რა მოხდა თქო გავედი ახლა თქო რა უფლება გავთო რომ მესამე თაროზეო დააწვინეთ ახალგაზრდა ბიჭი იყო და არა და ბილეთი ჰქონდა იმას მეორე კუპეში ჰქონდა ბილეთი დაბალი ადგილით და საიდან მოხდა ეს იქ მაგლა არ ვიცი ხალბატონო თქო მე რომ მიყვირი ხარ თქვენ დამინახეთ კიბე მიუდგი და ავიყვანი ეს ხასი თუ რა მოხდა თქო რა მოხდა მაინც რა მოხდა ჩופსი მაგლა თრალი იყო გალეჩენი გაკეთკინები იმიდან მოდიოდნენ რა ქვია ტირილიდან მოდიოდა ჩופსია და ეს ზედათავრად მესამე და მეორე თორე იმაზე არის ჩაფუფული ხალხი რა ვქნახ რა უშუალოდ მოხდა დამარე რა მით მიხედ მე რა ვქნა რა
რა პამპერსი ხო მოუთხარი ბატონო ხალბატონო მოუთხარი პამპერსი გაომელია თქო ვეღარ ჩავაწვით მაგათქო და აუკლე ამადა მიმატოვეს მე და გახსოვთ თქვენა ბაკოვი ადგილები იყო გვერდზე იქ შედგენ ააყენეს იქ კაცი ვიღაცა იწოდა მოგიდოს ფეხებში ხელი და მოწიესო იქ ხობილა დაგროვილი კიდე თბილისამდე არასაღარ დაუძინია თელ ვაგონში ეს იყო საოცარი ისტორია იყო ეს არა და ჩემი მეუღლე სხვათა შორის 94-ში გადმოვიდა აქ ხარაგაულში დედა იყო ავად და გოგო ბიჭი იყო როგორი მოუარე შენ თავსო ეს იყო პროვადიკად მუშაობდი და ყოველ მეოთხე დღეს მოდიოდი ხოლმე 4 დღე ვისვენებდი მე ვეწავდი რეიში ჩამოვიდეთ მოდიოდი აქ და ულიდი ახლა მოხუცები იყვნენ მამა ჩემი კიდე ხოშაღად იყო და დედა ჩემი ჩავარდა ის ქონდა ის საშინელი ავადმყოფობა და ამით მე დედამ თილის გულისი მიატოვა თბილისი და ჩამოვიდა აქ ამიტომ მიჩესვე უბაგის как бодიშват 2013 წელს დავიწყე მუშაობა ხარაგაულში კულტურის ცენტრში ხატრული კითხვას რა ბავშვები მომსად იცით ორი შვილი ვყავს ბიჭი და გოგო ბიჭს ყავს 3 შვილი 2 ბიჭი და 1 გოგო და ყავს 1 შვილი კიდე ჩემთვის ანუ 7 შვილი ჩემი ხო ძალიან მადლობელი ღმერთის და უფალს ვეძრები რომ ასეთი კარგები გაიზარდე ქონდა შემოთავაზება რომ წავსულიყავი უცხოეთში ანუ რუსეთში უცხოეთია ხო ჩვენზე რომ იმ ძნელი ბიჭბადობის ჟამს წავსულიყავი ეტიმაში მოსკოვში და იქ დამეწყო მუშაობა ჩემ მეგობარმა მე მაგრამ ვერ წავედი იმიტომ რომ მე რომ არ გავიარო ხარაგაულში მე რომ არ ვიყო ხარაგაულში სადაც დავიბადე სადაც გავიზარდე მე რომ არ ვიყო თბილისში სადაც ჩემი ახალი ყმაწვილი კაცობა და ის გავიარე და ყველაფერი კარგი იქიდან მახსოვს და რომ არ წავიდე და ჩემ დედულეთში და სადაც ჩემი პატარა ბავშვობა გამიტარებია იქ რაჭაში იქ რო ჩემი ცხოვრება არ იქ ეს არის ჩემი შვილიშვილი ბატონი გაგა ვაშაკიძე ენაცვალა ბაბუ ამას ძალიან კარგი შვილიშვილები ხარ ძალიან ხუთნი არიან ერთი გოგონყავს და 4 ბიჭები ძალიან კარგები ხართ ბაბუ მიყვარხარ ძალიან და მერთმა კარგად მეყვება მეამაყება ჩემი ბაბა ისე საკითხარი ისე საკითხარი ტარარამ და აიდაშია ტარარამ ტარარარამ Shida khaduli mogamen minda vigotavan gara nagaduli cheri vitis Teles vera gateles Gana martala Tavaze chamogavenza Varskola bebis chichti gobi